Блин, не стреляй, урод! ეს არის TV3-ის მთავარი ამბები. ნანა ლეჟავასთან ერთად. საღამოჩვიდობისა თქვენ უყურებთ TV3-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. დღის მთავარ თემებს ჩვენს კორესპონდენტებთან ერთად ნანა ლეჟავა გაგაცნობთ. თქვენ ნახეთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული შემზარავი კადრები რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში კიევში. ევრომაიდანზე მომიტინგეებს სნაიპერები დამიზნებით ესვრიან. მსხვერპლის რიცხვი უკრაინის დედაქალაქში ყოველ წუთს იზრდება. კიევში შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება. ეს ვიდეო მასალა კიევში შუა დღეს არის გადაღებული. კადრში კარგად ჩანს, როგორ უხსნიან ცეცხლ სნაიპერები აქტივისტებს. სროლის ხმა უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. ის ფაქტი, რომ ბერკუტმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ სროლა თავდაპირველად მომიტინგეებმა დაიწყეს. უკრაინაში პოლიტიკურ დაპირისპირებას, რომელიც სამოქალაქოში გადაიზარდა, უკვე 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ევრომაიდანზე ვინაობის დადგენის მიზნით ცხედრები მიწაზე დააწვინეს. ცოტა ხნის შემდეგ კი იქვე სასტუმრო უკრაინის შენობაში გადაასვენეს. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ. მედპერსონალის სიმცირის გამო ევრომაიდანზე სამედიცინო დახმარების გასაწევად ექიმების საკუთარი ავტომობილებით მიდიოდნენ. სამედიცინო ცენტრებში პაციენტთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ მედიკოსები დღის ბოლოს დაშავებულებს უკვე ეკლესიებში იღებდნენ. სნაიპერების მიერ მოკლულ ადამიანებს ძირითადად ერთი ტყვია ჰქონდათ ნასროლი. ჭრილობები პირდაპირ გულში, თავის ტვინსა და საძილე არტერიაში იყო მიყენებული. მომიტინგეებმა ჩაკეტეს რკინიგზა დნეპროპეტროვსკში, სადაც სამხედროებით სავსე მატარებელს უნდა გაევლო. უკრაინული მედიის ცნობით გრუშევსკის ქუჩაზე რამდენიმე ათეულის სამართალდამცველი დემონსტრანტებს ჩაბარდა. მომიტინგეთა მხარეს გადავიდა იმიერ კარპატების ოლქის მილიცია. პარტია რეგიონები კი იშლება, რადას რამდენიმე დეპუტატმა მართველი პარტია დატოვა და მაგალითის აღებისკენ სხვებსაც მოუწოდა. მათ შორის იყო კიევის საქალაქო სამსახურის უფროსი ვლადიმერ მაკეენკოც. Шановні громадяни України. მე ვარ პასუხისმგებელი გაცნობოთ, რომ მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რათა შეწყდეს სისხლისღვრა უკრაინის გულში. ჩვენ უნდა ვემსახუროთ მხოლოდ ხალხის ინტერესებს. ეს არის ერთადერთი შანსი, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. Всього українського народу. რამდენიმე საათის წინ ვიტალი კლიჩკომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. იმ დეპუტატებს კი, ვინც დემონსტრანტების მხარეს გადავლენ, ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ამ დროისთვის ოპოზიციის ლიდერები უკვე რადაში არიან, სადაც საგანგებო სხდომაა ჩანიშნული. ოპოზიცია 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენასა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ევროკავშირის სამი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი ხვდება. გერმანელი, პოლონელი და ფრანგი დიპლომატები უკრაინის პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილი უკონტროლო ვითარების გადაჭრას თხოვენ. უკრაინულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრის დროს ვიქტორ იანუკოვიჩს ტელეფონით ვლადიმერ პუტინი დაუკავშირდა. შეხვედრა 3 საათზე მეტი გრძელდება. ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელეს.
ევროკავშირი დიდი ამოცანის წინაშე დგას. ბარიკადებით სავსე უკრაინაში უკიდურესად რთული ვითარებაა. ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა სანქციების შემოღების საკითხი განიხილეს. უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა ავსტრიამ. თუმცა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა პრესკონფერენციაზე ევროკავშირს მოთმინებისკენ მოუწოდა. სანქციების შემოღებაზე მსჯელობა კიევიდან 3 ევროპელი დიპლომატის დაბრუნების შემდეგ განახლდება. ამ დროისთვის ჩვენ შევწყვიტეთ მსჯელობა, რადგან აუცილებელ პირობად მიგვაჩნია, რომ დავალოდოთ თუ როგორი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება შეიქმნება ქვეყანაში. ჩვენ საქმის კურსში გვყავს ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სანქციების დაწესებას მორალურ ვალდებულებად აფასებს, რომელიც უკრაინაში ვითარების დარეგულირებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის მაღალჩინოსნები დღეს სანქციის რამდენიმე ტიპს განიხილავდნენ. სანქციების შემოღების შემთხვევაში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შესაძლოა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოთ. ზოგიერთ მათგანს კი ევროპის ბანკებში პირად ანგარიშებს გაუყინავენ. უკრაინის კრიზის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ძალადობის ესკალაციის წინააღმდეგია. მე ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალადობის ესკალაცია. მე პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია 3 საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივის შესახებაც მივაწოდე. უკრაინაში მიმდინარე სისხლის ზღვრას გმობს თეთრი სახლიც. მექსიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ბარაკ ობამამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა. სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტის ერთ-ერთი ადრესატი სწორედ რუსეთი იყო. ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობას ყველა მხარესთან გავაგრძელებთ. უკრაინის მთავრობას ხაზგასმით ვეუბნებით, რომ მათი პირდაპირი მოვალეობა აღკვეთონ ის საზარელი ძალადობა, რომელიც კიევში ვნახეთ. მათ უნდა გაიყვანონ სამართალდამცველები ქუჩებიდან, განაახლონ მუშაობა ოპოზიციასთან იმისთვის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და ადამიანის ღირსება. ჩვენი მიდგომა არ არის ისეთი, რომ ეს მოვლენები ცივი ომის ჭადრაკის დაფად განვიხილოთ. არც რუსეთთან შეჯიბრებაში ვაპირებთ ჩართვას. მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი უკრაინაში სისხლის ზღვრასთან დაკავშირებით მთავრობის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს. ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის 20 მაღალჩინოსანს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. და ბოლო ინფორმაცია კიევიდან ამ წუთებში დასრულდა ევროკავშირის 3 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იანუკოვიჩთან. გერმანელმა, პოლონელმა და ფრანგმა დიპლომატებმა ეს შეხვედრა უკმაყოფილოებმა დატოვეს, მათ პრესისთვის კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ. ქართველი ჟურნალისტები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად უკრაინის საელჩოსთან აქციას მართავენ. სოლიდარობის აქცია სოციალური ქსელის დახმარებით დაიგეგმა. საელჩოსთან პრესის, ტელევიზიების და სააგენტოების თანამშრომლები იმყოფებიან. სოლიდარობის აქციას ჩვენც უერთდებით. აქციაზე იმყოფება TV3 ჟურნალისტი ეკა სუსელია, ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ეკა, რა ფორმით მიმდინარეობს ეს აქცია? პირველ რიგში ნანა, როგორც შენ აღნიშნე, ჩვენ TV3 შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით ქართველი ჟურნალისტების სოლიდარობას არა მხოლოდ უკრაინელი ჟურნალისტების, არამედ ზოგადად იმ ხალხის მიმართ, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ახლა კიევში ქვეყნის ევროპულ არჩევანს იცავს. რაც შეეხება ქართული მედიის აქციას, ის დაიწყო 1 საათის წინ უკრაინის საელჩოსთან დაიგეგმა სოციალურ ქსელში. ეს არის უბრალოდ სოლიდარობის აქცია და თანაგრძნობის გამოცხადება უკრაინელი ხალხის მიმართ. ქართული ჟურნალისტები აქ მოვიდნენ უკრაინის დროშებით, მხარდასაჭერი ტრანსპარანტებით, სანთლებით და თქვეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებას დღეს აქ თბილისიდან შეიძლება. ეს არის უბრალოდ თანადგომა, რადგანაც ახლა უკრაინელ ხალხს გვერდში დგომა და გამხნევება ყველაზე მეტად სჭირდება. მათ ძალიან ჭირდებათ. ახლა ელემენტარია უბრალოდ რომ უთხრათ, რომ მათ გვერდით ვართ. ეს არის მინიმუმი, რის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენ ჟურნალისტების ნაწილი ვეუბნებით მათ, რომ განსაკუთრებით მათთვის ალბათ ეს მეტად უფრო მეტად მტკივნეულია, ვისაც ბევრად უფრო ახლოდან უნახავს მათი პრობლემები გასულ წლებში და მე ძალიან მარტივად ვეუბნებით ჩემს კოლეგებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. სოციალურ ქსელში გაგვიჩნდა იდეა, რომ ამ ფორმით გამოგვეხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი, ჟურნალისტების ერთმანეთს ავყევით და მოვედით აქ, რომ ამ ფორმით სოლიდარობა გამოგვეხატა უკრაინელებისადმი, რათა ის ტრაგედია, ის უბედურება, რასაც უკრაინაში დღეს აქვს ადგილი დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი პოზიციის ბოლომდე გატანა, სწორედ რადგანაც
უკრაინაში ახლა წდება უკრაინის ბედი და ხალხი ირჩევს ევროპულ კურსს და ევროპულ მომავალს. აქ ქართულ ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინ გამოვიდა უკრაინის საელჩოს თანამშრომელი და საელჩოს სახელით თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მოგიხსენებათ, რომ უკრაინაში გამოცხადებულია გლოვის დღე და ამასთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოს შენობაზეც დროშა დაშვებულია. მადლობა ეკა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა უკრაინის საელჩოდან, სადაც ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას. ვერს ჯიდით ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომ დაგვესაჯა. ახლა გვექნება საკანონმდებლო ბაზა და დავსჯით შესაბამისად. ეს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაა. ბიონარკოტიკთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება. რას მოიტანს მკაცრი სასჯელი, როგორც აღმოჩნდა, ბიონარკოტიკი თბილისში გაძვირდა. ცოტნე გეგეჭკორის რეპორტაჟში თქვენ შემზარავ კადრებს ნახავთ, რით შეიძლება დასრულდეს ადამიანების ამ ნარკოტიკით თრობა. ამ ვებგვერდის საშუალებით ბიონარკოტიკის შეძენა ამ წუთებშიც თავისუფლად შეიძლება. ქართულ მომხმარებლებში ის ყველაზე პოპულარულია. საიტზე ნარკოტიკული თრობის იაფი და ძვირადღირებული ქიმიური საშუალებების ფართო არჩევანია. ყველაზე გაყიდვადი ეს $18 ბიონარკოტიკია. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულს, მისი ქიმიური ფორმულა 28 იანვარს შემუშავდა. რატომ არ დაბლოკავ თქვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ვებგვერდები? მოდით ვებგვერდთან დაკავშირებით მე თავში ვიკავებ პასუხისგან. ქიმიური ნარკოტიკის შეძენა სირთულეს არც თბილისში წარმოადგენს, თუმცა ბოლო დროს საგრძნობლად გაძვირდა. Facebook-ზე ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს. აგრიკოს სადმე თუ იყიდება? მიდი რა, ძალიან სასწრაფო ამბავია. 4 გრამი 700 ლარი ღირსო. ბიონარკოტიკის გაძვირების მიზეზად მოხმარებით გამოწვეული უბედური შემთხვევების ზრდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივად სახელდება. კანონპროექტი გულისხმობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაციას. ცვლილებათა ამ პროექტით ახლად შექმნილი ფსიქოტროპული ნივთიერება აგრძალულთა ბაზაში ავტომატურად შევა. სამინისტროს ექსპერტები სპეციალურ ლაბორატორიაში უკვე მუშაობენ. ხდება სხვა ეგრეთ წოდებული ბიო სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დადგენაც. ეს ნივთიერება იყოფა ჯგუფებად და არის მრავალფეროვანი საკმაოდ ჩამონათვალი, რომელიც იცვლება დროის განმავლობაში. ბიონარკოტიკების საკითხს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიონარკოტიკების ამოღების ფაქტები ფიქსირდებოდა, მაგრამ საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო მოქალაქეთა დასჯა ვერ ხერხდებოდა. ეხლა რაც კანონპროექტი შეიმუშავეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ, ხო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს არის მართლა ძალიან ესეთი ინოვაციური მიდგომა. ნარკოლოგების ნაწილი კანონის გამკაცრებას მიესალმება, ნაწილი კი პრობლემის მოსაგვარებლად კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე საუბრობს. რამ გამოიწვია ის, რომ ახალგაზრდებმა დაიწყეს ალტერნატიული გზების ძიება და ვინ უკარნახა ეს? ეს სწორედ სახელმწიფოს იმ რეპრესიულმა კანონმდებლობამ უკარნახა ახალგაზრდებს, რომ მათ უნდა მოეძებნათ ალტერნატივა იმისთვის, რომ ის სურვილი თუ ის დამოკიდებულება, რაც გააჩნდა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ, ჩაენაცვლებინათ სხვა ნივთიერებით. ბიონარკოტიკს დაუკავშირეს გუშინწინ დიღმის მასივში სერგი თათარაშვილის გარდაცვალება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო. ქიმიურ ნარკოტიკს ემსხვერპლა გასულ კვირაში კაფე გალერეში კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე. ინტერნეტ ქსელში ბიონარკოტიკის მოხმარების ამსახველი ვიდეო კადრები მრავლად მოიპოვება. ეგრეთ წოდებული ბიო შეიცავს სტიმულატორებსა და ჰალუცინოგენებს, რომელიც მძიმე ინტოქსიკაციას იწვევს. ბიოში შემავალმა სინთეთურმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს მოკლე დროით ენერგიის მომატება, მაგრამ ხშირია მოუსვენრობა, შიში, ფოთვა, პარანოია, ჰალუცინაციები. იწვევს გულის პრობლემებს და მაღალწნევას. სად გაუჩინარდა დაღესტნელი მოჯაჰედი 24 წლის მაგომედ მაგომედოვი. ერთ-ერთი ვერსიით ის სტავროპოლის ციხეშია. უფლებადამცველები ახლა იმის დადგენას ცდილობენ, როგორ აღმოჩნდა საქართველოდან რუსეთში ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი მოჯაჰედი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაგომედოვი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ერთ-ერთი მოწმე იყო. 10 თვის წინ თბილისიდან საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი 24 წლის მაგომედ მაგომედოვი რუსეთში ქალაქ სტავროპოლში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მეექვსე განყოფილებაშია. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი მაგომედოვის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს. უფლებადამცველი ჯოყოლა აჭიშვილი, რომელიც პანკისის მკვიდრია, ამბობს, რომ მაგომედოვის რუსეთის ციხეში ყოფნის შესახებ ცნობა გაუჩინარებულის ოჯახს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რუსეთის წარმომადგენლობამ მიაწოდა. ინფორმაციის გახმაურების შემდეგ კი დაღესტანში მცხოვრებ მაგომედოვის ოჯახს გაჩუმება რუსულმა სპეცსამსახურებმა აიძულეს.
აჭიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მაგომედოვის რუსეთისათვის გადაცემის შესახებ ინფორმაციას მალავდა. მაგომედოვი იპოვეს, მაგას ადასტურებს მაგის და ამის მერე მის დასთან მიდის თანამშრომლები რუსეთის მხრიდან და ეუნებიან ენა გააჩერე. ნუ ლაპარაკობ. აღარ გავი, თუ გინდა რომ შენი ძმა ნახო, გაჩუმდი და ჩუმად იყავი. აი, რას უნდა ნიშნავდეს ეს? რუსეთის სპეცსამსახურებს რაში აინტერესებს საქართველოში რა სათქვის. გამომჟღავნება და ფაქტი გვექნება ჩვენ რომელიც რომ ეს საქართველოს გადასცა არაოფიციალურად, მისი ოჯახი ხო იჩივლებს მაგაზე. და ჩვენ გვახსოვს ჩეშნების პროცესი, რომელიც სტრასბურგში საქართველოს სახელმწიფომ წააგო ჩეშნებთან, ხო? და ასევე მოხდება ამ მაგომედოვის გადაცემაზეც ამათი სამართლო დამარცხება სტრასბურგის სასამართლოში. მაგომედოვის რო გადაცემულია 100%-ით გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ აი წერილობრივ ან რო იურიდიულად დავამტკიცოთ, ამის ჯერჯერობით არ გვაქვს. აჭიშვილის ინფორმაციით მაგომედოვს ლტოლვილთა სამინისტრომ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი მიანიჭა. ამ სტატუსის მქონე პირის რუსეთისათვის გადაცემა კი საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო. საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროში ამბობენ, რომ მას თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი გაუჩინარების შემდეგ გააუქმდა. ჩვენ მას ჩაუტარეთ პროცედურებით განსაზღვრული, ესე იგი, განაცხადი მივიღეთ, ჩაუტარეთ ანკეტირება და დავარეგისტრეთ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ, თავშესაფრის მაძიებელ პირად. ზოგადად ბაზა იწურებოდა აქვს ყველაფერს თავისი განხორციელება და ვინაიდან დაპიროვნება არ იყო და ვერ ხერხდებოდა მისი მოძიება სამინისტროსთვის, ჩვენ შევწყვეტეთ მასზე საქმის წარმოება. და გადაცემა შეიძლება აი მაძიებლის სტატუსის მქონესი, გადაცემა შეიძლება სხვა ქვეყნისთვის? არა, რა თქმა უნდა, არა, რა თქმა უნდა. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი, ანუ ასე თქვა, თავშესაფრის მაძიებელი პირი სარგებლობს non-refoulement პრინციპი ქვია. ანუ მისი დეპორტაცია და სხვა სახელმწიფოში გადაცემა არის კატეგორიულად აკრძალული, არ შეიძლება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მათი ორგანიზაცია ოჯახებს გაუჩინარებული ადამიანების მოძიებაში ეხმარება. თუმცა მაგომედოვის საქმის დეტალებზე კონფიდენციალურობიდან გამომდინარე არ საუბრობენ. ინფორმაციის ოფიციალურად მოპოვებას ცდილობს სახალხო დამცველიც და მაგომედოვის გაუჩინარების საქმის გამოძიებას მოითხოვს. მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, ჩვენ ვცდილობთ დავაზუსტოთ ნამდვილად ქონდა თუ არა ადგილი მსგავს ფაქტს და დაკავშირებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, მაგრამ მათ აქვთ განსხვავებული რეგულაციები, შეუძლებელია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვა, გადამოწმება და არის გარკვეული სირთულეები და ჩვენთვის უცნობია ეს ფაქტი დასტურდება თუ არა კონკრეტულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხრიდან. კონკრეტულად ადამიანზე არ ამაქვს ეს კონფიდენციალური თემა გამომდინარე იქიდან რომ ეხება ინდივიდუალურ პირებს და ჩვენ ნებისმიერ პროგრამის ელემენტარულ ბენეფიციარი რომელიც დახმარებას ხო იმის თაობაზეც ვერ ვესაუბრებ ეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელს ეჭვიში აქვს ვერსიაში, რომ რუსეთის მიერ ძებნილი მაგომედოვი ამ ქვეყანაში საკუთარი ნებით წასულიყო. ალეკოც ქიტიშვილი ორ ვერსიას განიხილავს: ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობის და მაგომედოვის გატაცების. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით გაუჩინარების შემდეგ მაგომედოვზე მათ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. ამას ვერ დაგიდასტურეთ, იმიტომ რომ ჩვენ ცნობილი არ ასეთი ინფორმაცია, რომ ყოფილიყო დაგიდასტურეთ გეტყვით. რაიმე ჩვენთან ეგ ჩვენთან ცნობილია გასამართლებული უკანონო საზღვრაზე, შემდეგ დანარჩენი ინფორმაცია ჩვენთვის არა ცნობილი. ლტოლვილის სტატუსი როდესაც აქვს ადამიანს, მას ეს სტატუსი საერთაშორისო დონეზე იცავს და თუ საქართველოს სპეცსამსახურებმა და რუსეთის სპეცსამსახურებმა მოილაპარაკეს და არაფორმალურ ვითარებაში ეს ადამიანი გადაიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთის ტერიტორიაზე, ეს არის დანაშაული და ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამოძიებული იქნას ეს დანაშაული და დანაშაული პირები იქნან დასჯილი. რუსეთმა მაგომედოვზე ძებნა დაღესტნის ტყეში მებრძოლებთან ერთად გადაღებული ამ ანტირუსული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გამოაცხადა. ის საქართველოში 2012 წლის მაისში მიკაილ კადიევთან ერთად შემოვიდა და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა. 11 თვის შემდეგ 2013 წლის 19 აპრილს კი თბილისიდან საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. მაგომედოვი ლაფანყურის სპეცოპერაციისას ერთ-ერთი მოწმეცაა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში მიემგზავრება. ეს ახალი ხელისუფლების უმაღლესი პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია შეერთებულ შტატებში. ჯერჯერობით არ კონკრეტდება დეტალები, რა დონის შეხვედრებს გამართავს პრემიერი ამერიკაში.
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვალს დაიწყება. დელეგაციის შემადგენლობაში მინისტრთა კაბინეტის წევრების გარდა თანაინვესტირების ფონდისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორები, ასევე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი შედიან. ირაკლი ღარიბაშვილმა ნომერ 1 სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ვიზიტის მნიშვნელობაზე მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. მნიშვნელობა არის უაღრესად დიდი. მე ვიტყოდი რომ ჩვენ ვქნება მუშაობა და შეხვედრები სხვა მიმართულებით და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა რომ ჩვენსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაღრმავდება და ხელი შეეწყობა ჩვენ ურთიერთობების გამტკიცებას და კიდევ უფრო წინსვლას. ვიზიტის დეტალები ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც განმარტეს. მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიიწვია. კახა კალაძემ კი პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა. იქნება მნიშვნელოვან თემებზე საუბარი ჩვენს ინტეგრაციას ევროპაში, რისთვისაც იბრძვის ქართველი ხალხი და ჩვენ თავისთავად ხელისუფლება მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დროულად მოხდეს. პრემიერი ჯერ კიდევ 2 თვის წინ მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი არის მიწვეული ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ. ეს მოწვევა საქართველოში ჩამოიტანა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ვიქტორია ნულანდმა დეკემბერში, როდესაც იგი იმყოფებოდა თბილისში. მას შემდეგ მიმდინარეობს ამ ვიზიტის მომზადება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ მთავრობის წევრები. ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ ეს ვიზიტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ახალი ათვლის წერტილი იქნება. ეკონომიკის მინისტრი კი სტრატეგიული ურთიერთობების შედეგის ეკონომიკურ მაჩვენებლებში ასახვას ელის. დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის უმსხვილესი ბიზნესის წარმომადგენლებთან და გვექნება არაფორმალური დისკუსია თუ რითი უნდა შეუწყოთ ხელი იმას, რომ ამერიკული უმსხვილესი ბიზნესები წარმოდგენილი იყვნენ საქართველოში. იქნება უმაღლესი დონის შეხვედრები, სადაც განიხილება ყველა სპექტრი ჩვენი ურთიერთობების, ეკონომიკური, თავდაცვითი, უსაფრთხოების და შემდეგ დარწმუნებული ვარ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო ღრმა, კიდევ უფრო ყოვლისმომცველი გახდება. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში პარლამენტში ჩიაფასეს. უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ ვიზიტის მნიშვნელობაზე თანხმდებიან. თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ ვაშინგტონში აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააკეთონ. ჩვენ ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ევროკავშირის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის რაც შეიძლება უფრო პროაქტიული მხარდაჭერა. თავისთავად ძალიან კარგი ფაქტია, რომ წელიწადნახევრის შემდეგ როგორც იქნა ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი ჩადის შეერთებულ შტატებში, ჩვენ გვახსოვს ბიზნესაშვილის სიტყვები, რომ ის უარზე იყო შტატებში წასვლაზე, ვინაიდან არ უნდა და კრიტიკის მოსმენა. და კარგია, რომ ახალი პრემიერი ალბათ დათანხმდა ამ კრიტიკის მოსმენას და მნიშვნელოვანი იქნება, რომ გაითვალისწინოს და გაიზიაროს ის რეკომენდაციები, რომელიც ექნება. დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე მთავრობის კანცელარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველმა დავით მაღრაძემ ისაუბრა. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაური. აიმართება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა არასამთავრობო სექტორის და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, მათ შორის ატლანტიკურ საბჭოში, სადაც პრემიერ-მინისტრი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებს ამერიკის ელჩი საქართველოში. რიჩარდ ნორლანდის განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობა ამერიკაში კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ვაშინგტონში საქართველოს ხედვა მოისმინონ და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრონ. ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და სენატში გაიმართება. ამერიკაში ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი 1 მარტს დასრულდება. ხო, პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ელოდებიან. ეს არის მისი პირველი ყოველწლიური ანგარიში ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. უკვე ცნობილია დღის წესრიგი, ამ საკითხზე ბოლო კონსულტაციები დღეს გაიმართა. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ზუსტად 2 საათზე დაიწყება ქუთაისსა და ჩვენს კორესპონდენტს თორნიკე ხურციძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. თორნიკე, რა ფორმატით იგეგმება პრეზიდენტის გამოსვლა და როგორი იქნება დღის წესრიგი? პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა ზუსტად 40 წუთი გაგრძელდება, შემდეგ უკვე დაიწყება პოლიტიკური დებატები, სიტყვით გამოვიდნენ ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები, ცნობილია რომ დეპუტატები აპირებენ კითხვები დაუსვან პრეზიდენტს სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შესახებ, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. დებატების დასრულების შემდეგ კი უკვე პრეზიდენტი მარგველაშვილი შემაჯამებელი სიტყვის არსგება კანონმდებლების წინაშე.
პროცედურა, რეგლამენტი ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი. და ვფიქრობ, რომ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა მაქსიმალურად გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებებს. კონსტიტუციური პრეროგატივები კი არის შეკვეცილი, მაგრამ არც იმდენად, რომ საერთოდ აღარაფერს არ ეკითხებოდნენ პრეზიდენტს და არაფერში არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკაში არ ერეოდეს და ამაზე იქნება ალბათ საუბარი. დანარჩენი ზოგადად უამრავი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური პრობლემაა, რომელთაც თუ დაინტერესდება ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი, კარგი იქნება. რაც შეეხება სტუმრებს, ცნობილია, რომ გიორგი მარგულაშვილი სიტყვით გამოსვლას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები. დიდი მადლობა თორნიკე ხურციძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. სრული ქაოსია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით შეაჩერა ბორდის ახალი წევრებით დაკომპლექტება. პარალელურად სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ახალ სარჩელს ამზადებს და ბორდისთვის ძველი ფუნქციების დაბრუნებას ითხოვს. მოჯადოებული წრე, რომელსაც დასასრული არ უჩანს, ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ფაქტიურად არის კავკასიური ცარცის წრესავით. მოჯადოებული წრეში აღმოჩნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სასამართლოში კიდევ ერთ სარჩელს შეიტანს. ემზარ გოგუაძე სურს, რომ საკონსულტაციო ფუნქციის ამარა დარჩენილ ბორდს ძველი გავლენა აღუდგეს და მაუწყებელში შექმნილი კრიზისის გადაჭრა შეძლოს. მათ შორის ბიუჯეტის დამტკიცება და პრიორიტეტების განსაზღვრა. საკონსტიტუციო სასამართლომ საბჭოს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ დასაშვებად უკვე ცნოდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე კანონის ის ნორმა შეაჩერა, რომლის მიხედვითაც საბჭო ახალი წესით უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა ეს ავტომატურად ძველი საბჭოსთვის ფუნქციების აღდგენას არ გულისხმობს. ჩვენ გამოსავლის ძებნა დაწყებული გვაქვს შესაბამის სარჩელსაც მოვამზადებთ როგორც ჩანს, რომლებიც ფუნქციების აღდგენასთან იქნება დაკავშირებული. სხვა გამოსავალი არ აჩანს. იმათ ისინი ფაქტიურად უუნარონი აღმოჩნდნენ ამ ნაწილში. პარლამენტს გულისხმობ. სრულიად უუნარონი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე შეაფასა როგორც პოლიტიკური. უმცირესობის აზრით კი ხელისუფლება უუნაროა და სიტუაციას ვერ მართავს. საკონსტიტუციო სასამართლოს ბუნებრივია აქვს უფლება იმსჯელოს ჩვენს მიერ მიღებული კანონების შესაბამისობასთან საქართველოს კონსტიტუციასთან, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც ისინი აჩერებენ პროცესს. ორ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ერთი არის ის, რომ არის პროცესების მართვის სრული უნარობა, მეორე არის მიმართული იმასთან დაკავშირებით, რომ დაიქვემდებაროს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ბორდის ამ საზოგადოებრივ მაუწყებელ სამეურვეო საბჭოს ისეთ საბჭოს დაკომპლექტება, რომელიც სრულად დაექვემდებარება მათ, უბრალოდ უუნარო გახავდნენ ეს ბორდი. ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელზე კრიზისულია. პროგრამული პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის გარდა ვერ ხერხდება საშტატო ერთეულის თანამშრომლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პირობებისა და მაუწყებლის დებულების დამტკიცება. გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ ბორდის დამტკიცების დროში გაწელილი პროცესი მაუწყებლის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს. შეგვიძლია ახალი პროექტების დაწყება, რასაც ჭირდება ბორდის თანხმობა, რაც ჭირდება მაგალითად სამეურვეო საბჭო ამტკიცებს პროგრამულ პრიორიტეტებს, არა გვაქვს ახალი პროგრამული პრიორიტეტები. და ეხლა ვართ ესეთ მდგომარეობაში, რომ ვინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას და ველოდებით იმას, თუ როდის გადაწყდება ეს დაუსრულებელი ამბავი. სიტუაცია ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც პარლამენტმა ბორდის სრულად დაკომპლექტება ვერ შეძლო და წარდგენილი 27 კანდიდატიდან 9-ის ნაცვლად მხოლოდ 4 დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრობის კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ წარადგინა. კომისიის რამდენიმე წევრმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. მოსარჩელეები მოითხოვენ პარლამენტის უმრავლესობამ და უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა დეპუტატებმა კანდიდატები ძველი სიიდან დაასახელონ და კენჭისყრაც ხელახლა შედგეს. პარლამენტის წევრებმა ამ შემთხვევაში კონკრეტულმა სუბიექტებმა, რომელიც დადგენილია მაუწყებლის შესახებ კანონით, რომ არ წარადგინეს კანდიდატები კენჭისყრაზე, მათ დაარღვიეს მაუწყებლის შესახებ კანონით, სწორედ ამიტომ მოვითხოვთ სასამართლო წესით მოხდეს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა. მოგვაჩნია, რომ იმ მოცემულობაში, იმ კანონში, იმ რედაქციაში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უმრავლესობა არანაირად კანონი არ დაურღვევა და ყველა პუნქტი არის დაცული. რამდენხანს გასტანს კრიზისი საზოგადოებრივ მაუწყებელში რთული სათქმელია. ბორდის სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებელი კი სრულფასოვანი მუშაობისთვის საბჭოს დამტკიცებას ელოდება. სამეურვეო საბჭოს 5 ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს კონკურსი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.
ჩვენ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ბრუნდებით დაგველოდეთ. 8%-იანი ეკონომიკური ზრდა იანვარში. რის ხარჯზე მიიღო ფინანსთა მინისტრმა მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლები. ზრდა ძირითადად გამოწვეულია რამდენიმე დარგში სერიოზული გააქტიურებით. ეს არის სოფლის მეურნეობაში თითქმის გაორმაგებული ეკონომიკური აქტივობა. 8%-იანი ზრდა ფიქსირდება წინა წლის პრაქტიკულად ნულოვანი მაჩვენებლის ფონზე. მიგრანტების წინააღმდეგ კანონმდებლობა მკაცრდება. საქართველოში არალეგალთა განთავსების ცენტრი შენდება. ცენტრი შენდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს და მის მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული არის უცხოეთის წამყვანი ქვეყნების, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება. ქართული ოცნების ოფისში ამწუთებში პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ქართული ოცნების წევრებს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია და იქ თბილისის ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. დათბურს ესწრება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანიაც. ჩვენი კორესპონდენტი ბექა ბაციკაძე იმყოფება ოცნების ოფისთან. ბექა, თუ გავითვალისწინებთ, ვინ ესწრება ამ შეხვედრას, სავარაუდოდ შეხვედრის თემა არჩევნები უნდა იყოს. იახ შეხვედრაზე, რომელიც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ გახსნა, ჩუღურეთის რაიონული განგეობის თავმჯდომარე აირჩიეს. შეხვედრას თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანიაც ესწრებოდა. შეხვედრა უკვე დასრულებულია. დავით ნარმანიას განცხადებით, რომელიც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, მისი პარტია ადგილობრივი არჩევნებში გამარჯვებისათვის ემზადება. ჩვენ კახი კალაძეს შეკითხვა დაუსვით არჩევნებში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებითაც. გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ჯერ მოგესალმებით ამოდროულად გახლავართ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, ამიტომ ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა, იყო საარჩევნო ცენტრალური საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მე პასუხისმგებლობას არ გაურბივარ, ეს ჩემთვის არ არის პრობლემა და ყოველთვის ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს ვკიდებ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდები. უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, აქ იყო წარმოდგენილი ჩუღურეთის რაიონიდან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი აქტიური მხარდამჭერები არიან და რომლებიც ჩვენს რაიონულ ორგანიზაციაში არიან გაერთიანებული, ვინც წლების ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად იმუშავა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კახი კალაძემ განაცხადა, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული შიდა პარტიული კონფერენციები იწყება. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ოცნების ოფისიდან. მადლობა ბექა. ფინანსთა მინისტრმა დღეს ქვეყნის ეკონომიკის 8%-იან ზრდაზე განაცხადა. იმის მიუხედავად, რომ ეს მხოლოდ იანვრის მაჩვენებელია, ხადური ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებში დარწმუნებულია. რა აძლევს მინისტრს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს? ელენე კერესელიძე მოგითხრობთ. ზრდა იანვარში იქნება 8%. შარშანდელი შეუსრულებელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ფინანსთა მინისტრმა დღეს საზოგადოებას იანვრის თვის მაჩვენებლები წარუდგინა. იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ვითარება გაჯანსაღდა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2014 წლის იანვარში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად გამოწვეულია რამდენიმე დარგში სერიოზული გააქტიურებით. ეს არის სოფლის მეურნეობაში თითქმის გაორმაგებული ეკონომიკური აქტივობა, 43%-ით არის გაზრდილი მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ტრანსპორტი და სატრანსპორტო გადაზიდვები. ექსპერტი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ერთი თვის ზრდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მთლიან სურათს ვერ ასახავს. მით უმეტეს შარშანდელი იანვრის მონაცემებთან შედარებით. ჩვენ ვადარებთ ამ მონაცემს წინა წლის იანვრის მაჩვენებელს, სადაც ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად არ ჰქონდა, ანუ 8%-იანი ზრდა ფიქსირდება წინა წლის პრაქტიკულად ნულოვანი მაჩვენებლის ფონზე. ყოველ $100-ზე ჩვენ გქონდა 65 ლარი, ეხლა გვაქვს 78 ლარი. ეკონომიკური ზრდის 8%-იან მაჩვენებელს ბოლო პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურებით ხსნის ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი. ექსპერტი ამტკიცებს, რომ დასახელებული 8%-იანი ზრდა გაჯანსაღებული ეკონომიკის შედეგი არ არის. დღეს გადამხდელები, რომლებიც თავის შემოსავლეს აფიქსირებენ დოლარში, იძულებული იყვნენ გადაეხადათ იგივე მომსახურებაში, იგივე პროდუქციაში უფრო მეტი ლარებში, ვიდრე სხვა შემთხვევაში ისინი გადაიხდიან. ამან მისცა ეფექტი, ესე ვთქვათ, გამოხატულება იმისა, რომ თითქოს და იყო ეკონომიკური აქტივობა. მთავრობას დაკარგულ 4000 სამუშაო ადგილს ახსენებს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი. მეწარმე ამბობს, რომ ამ პირობებში ეკონომიკურ წისვლაზე საუბარი პარადოქსია. 4 პროექტის განსახორციელებლად ფაქტიურად მოზიდული ჰქონდა 100 მილიონის დოლარის ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც ვერ ვახერხებთ. უნდა დასაქმებულიყო ალბათ
1000-ობით ადამიანი ბიუჯეტი მიიღებდა 10-ობით მილიონ ლარს, მაგრამ რატომღაც ეს ხელოვნურად ფერხდება. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ამ დროისთვის მხოლოდ 2013 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები აქვს. სახსტატის დათვლებით 2013-ში ეკონომიკა საშუალოდ 3.1%-ით გაიზარდა. გაჭიანურებული საგადასახადო დავების სტატისტიკა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი აქვეყნებს, ამ ტენდენციაზე მიუთითებს. სასამართლოს კი საკუთარი არგუმენტები აქვს და მოსამართლის თავისუფლების ხარისხზე აკეთებს აქცენტს. თამარ ციკლაურის სიუჟეტში გაჭიანურებული პროცესების შედეგად დაზარალებული მეწარმის ისტორიას მოისმენთ. 2012 წლამდე, სანამ პირველ ინსტანციაში გადმოცემდნენ აი ფუნქციას, გახდა 121,604 ლარი. ავთანდილ გუმბერიძე იმ მეწარმეების რიცხვს მიეკუთვნება, ვისი საგადასახადო დავაც წლებია ფინანსთა სამინისტროდან სასამართლოში. სასამართლოდან ფინანსთა სამინისტროში და შემდეგ ისევ სასამართლოში მოგზაურობს. გუმბერიძეს შემოსავლების სამსახური 2001 წლის სახელმწიფო დავალიანების სახით დაახლოებით 160,000 ლარს ედავებოდა. 2012 წელს დაწყებული საქმე ყველა ინსტანციის სასამართლოში განხილვის მიუხედავად, ახლა კვლავ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს განხილვას ელოდება. ამჟამად ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო გვეუბნება, რომ ძალიან დიდი რიგი არის საჩივრების და ამიტომ ჯერჯერობით თქვენს საჩივარს ვერ დავაკმაყოფილებთ. გუმბერიძის მსგავსად საგადასახადო დავების გაჭიანურებით უკმაყოფილო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლს მიმართეს. ამ საკითხი დაინტერესების შემდეგ ორგანიზაციამ სასამართლოდან ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა. ირკვევა, რომ 1 წლის განმავლობაში 70 საქმიდან სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს 38 უკან დაუბრუნა. ორგანიზაციის იურისტები ამბობენ, რომ 32 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება მარტივად უნდა გამოეტანა. თუმცა ამის ნაცვლად საქმე უკან დავების საბჭოში დააბრუნეს. მაშინ, როდესაც რეალურად ყადაღაადებს მეწარმის ყველა ანგარიშს და სასამართლოში ხდება რეალურად საქმის ხელმეორედ, ასე ვთქვათ, მეორე წრეზე წასვლა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად აისახება თავად მეწარმეზე. საქალაქო სასამართლომ კონსტიტუციის 42 მუხლის განცხადებას განცხადებითვე უპასუხა. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლე თავისუფალია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთან საგადასახადო დავების წარმოებისას სასამართლო ხელს უწყობს ადმინისტრაციულ ორგანოს თავად გამოასწოროს დაშვებული შეცდომები. ფლობენ თუ არა ინფორმაციას გაჭიანურებულ საგადასახადო დავებზე პარლამენტარები. საპარლამენტო უმრავლესობა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს საქმიანობით კმაყოფილია. დავებში როგორც წესი შეიძლება არ გამოვიდნენ კმაყოფილი შედეგით, მაგრამ როგორც წესი ისინი კმაყოფილი გამოდიან კანონთავისუფლებას სამართლებამდე. შემდგომში უკვე როცა ხდება შეთანხმებების გაფორმება, შეთანხმებები ფორმდება უფრო კომფორტულად, უფრო მალე დროში და უფრო სამართლიანად. ფინანსთა სამინისტრო კი როგორც თავად აცხადებენ, გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებით დავების განხილვის საბჭოს გასვლის ხდომებს რეგიონებში ჩაატარებენ. პირველი ასეთი ხდომა დღეს ქუთაისში გაიმართა. ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკამ გაცრდება, პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომელიც დღემდე მოქმედ ლიბერალურ მიდგომებს შეცვლის. საქართველოში მყოფი არალეგალებისთვის სპეციალური განთავსების ცენტრებიც ამოქმედდება. გიორგი მანჯავიძე დღეს საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა აზრითაც დაინტერესდა. ეს თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ავტომომსახურების ცენტრია, რომელსაც ჩინელების პროფილაქტიკის სახელით იცნობენ. ლუიეპო, ჩვენებურად იური, ავტოსერვისის სფეროში რამდენიმე წელია მოღვაწეობს. ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან საქართველოში დაახლოებით 3 წლის წინ ლეგალურად ჩამოვიდა. ვიზა გამარტივებული წესით მიიღო და მას შემდეგ აქ საქმიანობს. ჩამოსვლისთანავე ვიზა აეროპორტშივე ავიღე. მოქალაქეობა ჩამოსვლიდან პირველივე წელს მოვითხოვე, თუმცა უარი მითხრეს. სულ ცოტა 2 წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს საქართველოშიო. ეხლა დროებითი ცხოვრების მოწმობა მაქვს. ლუიეპო და მისი რამდენიმე მეგობარი თბილისში ლეგალურად იმყოფებიან. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც საქართველოში არალეგალურად მოხვდა. მათი უმრავლესობა სამშენებლო და ავტომომსახურების სფეროშია დასაქმებული. არალეგალი მიგრანტების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მთავრობამ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა. ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიგრაციის სპეციალური სამსახური შეიქმნება. არალეგალებისთვის კი სექტემბერში დროებითი განთავსების ცენტრი ამოქმედდება. ამ სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ასევე შენდება არალეგალ მიგრანტთა დროებით განთავსების ცენტრი. ცენტრი შენდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს
და მის მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული არის უცხოეთის წამყვანი ქვეყნების, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები. საქართველოში დღემდე ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა მოქმედებს. ქვეყანაში ვიზის გარეშე შემოსვლა 90-მდე ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. საქართველოში ლეგალურად მყოფ უცხოელებს დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა არ სჭირდებათ. საიმიგრაციო პოლიტიკის დახვეწა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა. მიგრაციის სტრატეგია არის შემუშავებული, ეს მთავრობამ დაამტკიცა. შესაბამისად, კანონმდებლობით პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში პარლამენტს მოუწევს მუშაობა, რათა დამტკიცდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტები. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი პარლამენტში განხილვის პროცესშია. მთავრობის ახალ საიმიგრაციო პოლიტიკასა და გეგმას დადებით შეფასებას აძლევს ომბუდსმენის აპარატი. მიგრაციის რეგულირების კუთხით გაჟღერებული ინიციატივა, რომ შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომელიც მიგრაციის პროცესებს გააკონტროლებს, თანამხრივ არის მნიშვნელოვანი, იყოს გათვალისწინებული ადამიანის სტანდარტები და მაქსიმალურად იყოს დაცული სტანდარტები. უიეპო სამშობლოში პერიოდულად ოჯახის სანახავად დადის. ამ დროისთვის მას საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვს. საქართველოს დატოვებას არ აპირებს. უნდა მოქალაქეობა მიიღოს და ოჯახიც ჩამოიყვანოს. გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობის და ბურების დაპირისპირება გრძელდება. ლემშვენიერაში მცხოვრები ადამიანები იმ საძოვრების და სათესი მიწების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც ბურებმა სახელმწიფოსგან შეიძინეს. გამაფრთხილებელი აქცია დღეს რუსთავში სამხარეო ადმინისტრაციასთან გაიმართა. ეს ის სადავო ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 1500 ჰექტარზეა გაფენილი. ტერიტორია 2008 წელს საქართველოში ჩამოსულმა ბურებმა შეიძინეს. სწორედ ამ დროიდან იწყება პრობლემები. რადგან ამ ტერიტორიაზე პრეტენზიებს ადგილობრივი მოსახლეობაც აცხადებს. ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი სოფელი ულიდა მაგმიწას, ჩვენი წვალებით და იმითი იმას იზამით რა, გამოგვყავდა სარწყავი. გაგვიყიდეს ეს მიწა ახლა ჩვენი ნაწვალები და იქით გადადით ყამირზეო. ყამირია მათაც არ უნდათ. გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა სოფლის მიმდებარედ 1500 ჰექტარი მიწის გასხვისებას წლებია აპროტესტებს. სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სოფელი საძოვრების და სათესის გარეშე დარჩა. ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მათ აღარ აქვთ. 500 ჰექტარამდე თვითონ ამუშავებენ, დანარჩენი არის ასე მიტოვებული. წელს აპირებენ მართულ ხლართით უნდა შემოღობონ, რომ საქონელიც ვერ შემოიყვანოთ რა მოსავლის აღების მერე. ვართ ასე დარჩენილი. სადავო ტერიტორიას ამ დროისთვის ბურები ფლობენ. სამხრეთ აფრიკელი ფერმერები აქ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩამოვიდნენ. ისინი მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ. ჩვენ ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრებელ ვცადეთ, თუმცა ადვოკატის გარეშე ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა. No comment, talk to my advocate, please. No comment, talk to my advocate. ლემშვენიერას მოსახლეობამ დღეს გამაფრთხილებელი აქცია რუსთავში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გამართეს. მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ლემშვენიერაში სიტუაციის უკიდურესად გამწვავებას არ გამორიცხავენ. მოხდება ფიზიკური შეხება, იცოდეთ მაგი და იცოდეთ მთავრობა. გვინდა რომ მთავრობამ დღეს განსაკუთრებით გვინდა გუბერნატორთან შეხვედრა, რომ გადაგვიწყდოს ეს პრობლემა. მიწები მიყიდეს ბურებს, 1700 ჰექტარი ამოირჩიეს იმათმა საუკეთესო მიწები, რომ შევიდნენ და აი გული მიწის გული რაც არის და შუა ადგილები, იქ არჩევით რომ აი ეს მიწა მინდა, ის მონაკვეთი მინდა, იქ 50 ჰექტარიანი ის და ამოირჩიეს 1700 ჰექტარი და წაიღეს. თუ ეს მიწები არ დაუბრუნდება სოფელს, სოფელი ამბობს რომ აქ ჩვენ მოსახლეობის პერსპექტივა არ არის ცხოვრების და ადგენა სოფელი აეკრება და ერთადერთი ქართული სოფელია სამხრეთ აღმოსავლეთის მხარეს. აი ეს ლემშვენიერა და გარდაბნის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემის გადაწყვეტის და კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ. შევხვდით მოსახლეობასთან და ჯგუფთან წარმომადგენლებთან ერთად მესაკუთრეებს, ასევე ეკონომიკის სამინისტროში ქონდა შეხვედრა და ახალ სექტორში დარეგულირდება ჩვენი პოზიცია ის არის რომ მოსახლეობა მიწის გარეშე არ უნდა დარჩეს. სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ლემშვენიერას მოსახლეობას ხვალ ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღევრიშვილი შეხვდება. პატიმრების კვება გაუმჯობეს და ყველა ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულების ყოველდღიურ რაციონზე 5 ლარ ნახევრამდე დაიხარჯება. დღეს სასჯელ აღსრულების ქსნის დაწესებულებაში ჟურნალისტები დაპატიჟეს.
სახელმწიფო პატიმრებს კვების ახალ სტანდარტებს თავაზობს. მსჯავრდებულთათვის 11 სახის მიზნობრივი რაციონი და სხვადასხვა დიეტური მაგი და 17 თებერვლიდანაა ხელმისაწვდომი. ცვლილებები ყველა ტიპის დაწესებულება შეეხო. 2014 წლის სტანდარტში უკვე რომელიც განახლებულია 13 წლის ვერსიასთან შედარებით გაიზარდა ხორცს პროდუქტების წილი, გაიზარდა პურბულღულეულის წილი, გაიზარდა მარცვლოვანი კომპონენტების წილი, გაიზარდა რძის პროდუქტების წილი, ეს არის ძირითადი სიახლეები. პატიმრების კვებისთვის დღიურად 3 ლარნახევრიდან 5 ლარნახევრამდეა გაწერილი. რაციონში გაიზარდა რძისა და ხორცის პროდუქტების წილი. ყოველდღიური ულუფიდან კი სინჯს იღებენ, რომელიც პატიმართა მოწამვლის შემთხვევაში შესასწავლად ლაბორატორიაში იგზავნება. მანამდე კი ამ მაცივრებში ინახება. დილით იყო გერკულესის ფაფა, იყო რძე, მაწონი, ხაჭო, არაჟანი. დილით კარაქი და ჩაი აგერ არის. რაც შეიძლება შუა დღეს იყო საქონლის ხორცის соуზი, ვაშლის კომპოტი და ჭარხლის სალათა აგერ არის. ქსნის 19 დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები არიან განთავსებული. ამიტომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ყოველდღიურ საკვებ რაციონს თაფლი დაემატა. შედარება აღარ არის. რაც შეეხება რეჟიმის მხრივ, რაც შეეხება საკვების მხრივ, აბსოლუტურად ყველაფერზე არის შეცვლა. ადრე ახლა სხვა საკვები იყო, სხვა ხარისხით სხვა იყო და დღესდღეობით სხვა არის. ყველაფერი კონტროლდება. ხორციანია, სმეტანა არის, ხაჭო არის, რძე არის, კომპოტს გვირგებენ. ყველაფერი კარგი არის, соуზი მაგალითად ავიღოთ. არის ხორციანი ბრინჯის სუპი. არის რომელიმე საკვები, რომლის დამატებასაც ისურვებდით მენიუში? ხაშლამა მაგალითად. დაწესებულების ტერიტორიაზე სურსათის მაღაზიაც მოქმედებს. აქ პატიმრებს საკვებთან ერთად პირველადი მოხმარების ნივთების შეძენა შეუძლიათ. მოთხოვნა ძირითადად სიგარეტები იყიდება და ჩაი, ყავა. და ტელეფონის ბარათები. აქ გაყინული პროდუქტები. ესენიც იყიდება? კი, კი. ამ პატიმრები მოდიან და კი, ყიდულობენ და მე ვუცხელებთ მიკროტალღურ ღუმელში და ვატანთ. ქსნის 19 დაწესებულებაში საკვებს მსჯავრდებულთა 28 კაციანი კონტინგენტი მორიგეობით არიგებს. გაწეული სამსახურისთვის მათ ბარათზე ყოველთვიურად 250 ლარი ერიცხებათ. ამ თანხის გამოყენება კი მხოლოდ საპატიმროს დატოვების შემდეგ შეუძლიათ. წელს სახელმწიფო ბიუჯეტში პატიმართა კვებისთვის 15 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილები ქვეყანაში კვლევა ილიაუნის ბიზნეს სკოლამ ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად ძიძის, დამლაგებლისა და მძღოლის ადგილს ეძებენ. ასეთ არჩევანს ექსპერტები საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონით ხსნიან. მარი თედეშვილი 23 წლისაა და საბავშვო ბაღში მომლელად მუშაობს. ამბობს, რომ ერთ-ერთი ვებგვერდის დახმარებით დასაქმდა. ინტერნეტის საშუალებით ვნახე სამსახური, მოვედი გასაუბრებაზე, დამტოვეს გამოსაცდელი ვადით. შემდეგ ალბათ დავიმსახურე მოწონება და დავრჩი სამუშაოდ. თათია ბოლქვაძე უმუშევარია. სამსახურს ისიც ინტერნეტის საშუალებით ეძებს. გამოცხადებულ ვაკანსიებზე სივის რამდენიმე თვეა სისტემატიურად აგზავნის, თუმცა დღემდე არავინ შეხმიანებია. ვინაიდან ვერ ვნახე ჩემი სპეციალობით სამსახური, დავიწყე ინტერნეტით სივების გაგზავნა. ძალიან მჭირდება სამსახური და დაბალანაზღაურებად სამსახურს ველოდები. საქართველოში მოთხოვნად პოზიციებზე კვლევა ილიაუნის ბიზნეს სკოლამ ჩაატარა. შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში ნაკლები მოთხოვნაა იმ პოზიციებზე, რომელზეც კომპანიები ვაკანსიას ყველაზე ხშირად აცხადებენ. სამწუხაროდ ინტერნეტ სივრცეში განცხადებები ძირითადად ჭარბობს შედარებით დაბალი რანგის პოზიციაზე. ადამიანები, რომლებიც სამუშაოს ეძებენ, ისინი ძირითად შემთხვევაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ეძებენ ელემენტარულ სამუშაოს, შეიძლება ასე ითქვას, ელემენტარული ანაზღაურებულ სამუშაოს. ვებ-პორტალების დამფუძნებლები ამბობენ, რომ მოქალაქეები დასაქმების სურვილს ძირითადად სწორედ დაბალ თანამდებობებზე გამოთქვამენ. დიდი მოთხოვნა არის მიმტანზე, ეს არის 4.5%, ოპერატორი საერთო ვაკანსიების 2.8%, დისტრიბუტორი გაყიდვების სფეროში. სფეროების მიხედვით ასე ვთქვათ არის სასტუმრო, შემდეგ მოი სასტუმრო ყვება რესტორანი, ეს არის მიმტანების პოზიცია, როგორც არის ეს ბარმენების პოზიცია და სამზარეულოში დამხმარე პერსონალი. ექსპერტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტის კვლევის შედეგები ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების სრულ სურათს ვერ შექმნის. არჩვაძის თქმით, დაბალ თანამდებობებზე მაღალი მოთხოვნის მიზეზი უმაღლესი განათლების არ ქონა და მძიმე სოციალური ფონია. ინტერნეტით მოძიებული და გამოკითხული მოსახლეობის მდგომარეობა ზუსტ პროექცირებას ვერ ახდენს
ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ქვეყანაში შეიძლება კიდევ უფრო მძიმე და დრამატული სიტუაცია იყოს. ილიონის ბიზნესის სკოლის კვლევის მიხედვით კომპანიები ყველაზე ხშირად ვაკანსიებს მენეჯერის, კონსულტანტის და მოლარის პოზიციაზე აცხადებენ, ხოლო მოქალაქეები უფრო ხშირად ძიძის დამლაგებლისა და მძღოლის ადგილს ეძებენ. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრი დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლებაში ამ დრომდე ვერ გაურკვევიათ, ვის დაქვემდებარებაშია თეატრი. კულტურის სამინისტროს თუ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის. მსახიობებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრის მსახიობები სპექტაკლისთვის ემზადებიან იმის მიუხედავად, რომ თეატრის დაფინანსების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამ დრომდე გაურკვეველია ისიც, თეატრი კულტურის სამინისტროს ეკუთვნის თუ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას. დასის ხელმძღვანელის განმარტებით, თეატრის არსებობისთვის საჭირო 500.000 ლარის გამოყოფა სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება. ჩვენ გვინდა აი ეს მარტივად გადაწყდეს ეს საკითხი, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს და ვიცოდეთ, რომ ვისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვართ, რომ როგორც ნორმალურმა თეატრმა ვიარსებოთ ისე, როგორც ქვია სახელმწიფო თეატრის არსებობა. შარშან კულტურის სამინისტრო თეატრს 270.000 ლარით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია კი 150.000 ლარით დაეხმარა. ამ თანხებით მსახიობებისთვის მიზერული ხელფასის გაორმაგება მოხერხდა. წელს კი ჯამში მხოლოდ 300.000 ლარი გამოიყო, რაც სახელფასო ფონდისთვის საკმარისი არ არის. ის გაზრდილი ხელფასი, რომელიც ახლა გვაქვს, ესეც უბრალოდ სასაცილოა იმის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს გაზრდილი ხელფასი. 2013 წლამდე რა იყო, მაგაზე არ ვილაპარაკოთ საერთოდ. ზოგადად ხელფასებთან მიმართებაში. ეს ბოლო 2013 წელს მოხერხდა და ისიც რაღაც ელემენტარულად ადამიანურ ნიშნულს გაუტოლდა ჩვენი ხელფასი. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ თეატრის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას ეკუთვნის და თანხებიც მათ უნდა მოიძიონ. სამინისტრომ კი მხოლოდ 100.000 ლარის გამოყოფა მოახერხა. მანანა ბერიკაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა მხარეებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ მზად ვართ, გქონდა არაერთი შეხვედრა, რომ პროგრამულად დავეხმაროთ შედარებით სოლიდური თანხით ვიდრე დავუშვათ სხვა მუნიციპალურ თეატრებს. აქ იურიდიულად გასამართია ამ თეატრის სტატუსი, რომელიც აგრეთვე უნდა გააკეთოს ცხინვალის მთავრობამ. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის დადგენილებით ცხინვალის დრამატული თეატრის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისთვის გადაცემაზე კულტურის სამინისტროს უნდა ეზრუნა, თუმცა პროცედურა ჯერაც არ დაწყებულა. დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, ცხინვალის თეატრისთვის დამატებითი თანხების მთავრობისთვის მოთხოვნის საშუალება მას მხოლოდ ამის შემდეგ ექნება. იურიდიულად მოხდეს ის, რომ ჩვენ და მთავრობას და თვითონ კულტურის სამინისტრო ვიცოდეს, სად ვის დაქვემდებარების ქვეშ იქნება ეს ორგანიზაცია, ეს თეატრი. იმის შემდეგ უკვე შეგიძლია ნორმალურად დავაგებოთ, იურიდიულად დაგვიდოთ, რაც მაგას ესაჭიროება. ვის მოუწევს თეატრის სრულად დაფინანსება ჯერ უცნობია. ორ სახელმწიფო უწყებას შორის დავის მოგვარებამდე ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის თეატრის დასმა სამინისტროსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას საკუთარი პრობლემები გამაფრთხილებელი აქციით კიდევ ერთხელ შეახსენა. მთავარ ამბებში რეკლამის დროა, ჩვენ ეთერში რამდენიმე წუთში უბრუნდებით. სტატუს გარეშე დარჩენილი მაჩაბლის თეატრი და მსახიობების პროტესტი. უნდა დაჩქარდეს მათი იურიდიული სტატუსის გაფორმება. ჯერ იმან გადაწყვიტოს და მერე გადავწყვეტ და ესეთ გაუთხოვებელი პროცესების დროს ჩვენ ზარალდებით. ჩვენ ვუბრუნდებით უკრაინას. კიევში თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიღუპა. გამოცემა სპორტ ანალიტიკის კორესპონდენტი იგორ კოსტენკო. ოქტომბრის სასახლესთან მოკლული ცხედარი უკვე ამოიცნეს. და კიდევ ერთი ინფორმაცია კიევიდან ახლახან გავრცელდა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ შეტაკებებისას შინაგანი ჯარის 67 სამხედრო მოსამსახურე გაუჩინარდა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებს აქვთ სრული უფლება თავის დასაცავად და კოლეგების გათავისუფლების მიზნით ყველა საშუალება გამოიყენოს, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიც. სამინისტრო ევრომაიდანის აქციების მონაწილეებს ექსტრემისტებად მოიხსენიებს. შეტაკების დროს დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია. ევრომაიდანზე მყოფი სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 60 საჭარბებს. სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ცნობით კი 35 ცხედარია აღმოჩენილი. ამ წუთებში ევრომაიდანზე ჯერჯერობით სიმშვიდეა.
უკრაინელი სპორტსმენების ნაწილმა სოჭის ოლიმპიადა უკვე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერის საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლის მარკ ადამსის თქმით, უკრაინის ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტსმენებს თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. დღესვე ოლიმპიურ სოფელში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას. დღესვე უკრაინელმა სამთო მოთხილამურემ ბოგდანა მიცეცკაიამ სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო შეწყვიტა. მიცეცკაიამ საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის წერს, რომ სოლიდარობას უცხადებს ევრომაიდანზე შეკრებილ მომიტინგეებს და პროტესტის ნიშნად ოლიმპიადაზე აღარ იასპარესებს. ჩვენ შეხვედრა გვქონდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გვითხრა, რომ უკრაინელ სპორტსმენებს შეუძლიათ გამოხატონ სოლიდარობა უკრაინელი მომიტინგეების მიმართ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ოლიმპიური კომიტეტის ქარტიის წესების დარღვევით. ვადასტურებ, რომ უკრაინის ოლიმპიური ნაკრების ნახევარმა შემადგენლობამ სოჭი უკვე დატოვა. ეს დილით მე შეხვედრა მქონდა უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ სერგეი ბუბკასთან. ის პატივსცემს ყველა უკრაინელი სპორტსმენის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ ოლიმპიურ კომიტეტში ფიქრობენ, რომ სპორტსმენებისგან უკრაინელი მომიტინგეებისთვის სოლიდარობის გამოხატვა ოლიმპიადაზე დარჩენა და ასპარეზობა იქნება. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სოჭი ქართული ოლიმპიური ნაკრების ლიდერის ელენე გედევანიშვილის გამოსვლა. ოლიმპიადაზე ის მერვე ნომრად გამოვიდა და 92 ქულა აიღო. გედევანიშვილი 24 სპორტსმენს შორის მესამე ადგილზეა. ტერორიზმში ბრალდებული ჟურნალისტები ქაიროში 20 რეპორტიორის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელთაც ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაცია მუსლიმთა საძმოსთან კავშირი და მათთვის დახმარების გაწევა. ბრალდებულებს შორის 9 ალ-ჯაზირას ჟურნალისტია. 2 ბრიტანელ ჟურნალისტს განაჩენს დაუსწრებლად გამოუტანენ. ტელეკომპანია ალ-ჯაზირა ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მუსლიმთა საძმოსთან ჟურნალისტებს არავითარი კავშირი არ ჰქონიათ. ბრალდებული რეპორტიორები გასულ წელს ეგვიპტეში მოჰამედ მურსის ხელისუფლების დამხობის process აშუქებდნენ. And accused of aiding the now banned. ვენაში ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ირანი და მსოფლიოს კიდევ 6 ქვეყანა ბირთვული პროგრამის განხილვის საკითხზე შეთანხმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი აღნიშნულ პროგრამაზე საბოლოოდ ვერ თანხმდებიან, შეხვედრა მაინც პოზიტიურად წარიმართა. მსოფლიო ლიდერები ირანის ხელისუფლებას ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებენ. ოფიციალური თეირანი კი ამტკიცებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ ენერგეტიკული მიზნებისთვის ჭირდება და ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითხოვს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მარტში გაიმართება. ხელოვნება მართავს, ასე ქვია კონცეპტუალური არტის გამოფენას, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არტარია ერთობლივად ახორციელებს. ექსპოზიციაზე 50-მდე ქართველი ხელოვანის ფოტო, აუდიო, ვიდეო არტი, ინსტალაცია და გრაფიკული ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება და დამთვალიერებლებს 23 თებერვლამდე უმასპინძლებს. ეს რეზიდენცია და ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ გვინდოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციის ქართული ნიჭიერების და ხელოვნების მიმართ სწრაფვის წარმოჩენა. სწორედ რომ თანამედროვე კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ ვერ დავათვალიერე, იმედი მაქვს, რომ ძალიან შთამბეჭდავია ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებიან დამთვალიერებლები. ეგ არ არის, ასე ვთქვათ, უცებ რომ მიიღო რაღაც დაასხუნა და მოგეწონოს და ჩაიარო. თვითონ ნამუშევართან უნდა იფიქრო, ანუ უნდა გახდე თანაავტორი ამ ნამუშევრების და სწორედ ეს შემოქმედებითი პროცესი, როდესაც უკვე მნახველში გადადის, ეს არის სიძლიერე ხელოვნებით. იდეა ეკუთვნის პრეზიდენტს, რასაც ძალიან დიდი სიამოვნებით დავთანხმდით, იმიტომ რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება და მოგვეცა პედესტალი, ასე ვთქვათ, საიდან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნება მართავს, სხვა ჩვენ მქონდა ცდილობები, ასე ვთქვათ, რომ სხვადასხვა დახურულ სივრცეებში შევსულიყავით, სამწუხაროდ არ გაგვიღეს და ძალიან გვიხარია, რომ 50 თანამედროვე არტის მიეცა საშუალება და სწორედ თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით გამოფენა რო იმართება, ესეც არის ალბათ ხაზგასასმელი. სამეფო უბნის თეატრის დასი გასტროლებზე ბრიუსელში მიემგზავრება დათა თავაძის სპექტაკლი ტროელი ქალები ბოზარის ხელოვნების ცენტრში მდებარე ერთ-ერთ უძველეს სცენაზე გათამაშდება. სპექტაკლი 2013 წელს ევრიპიდეს პიესის მიხედვით დაიდგა. სამეფო უბნის თეატრალური დასი უცხოელი მაყურებლის წინაშე 22 თებერვალს წარსდგება.
სამეფო უბნის თეატრი დათა თავაძის სპექტაკლით ტროელი ქალები გასტროლებზე ბრიუსელსში მიემგზავრება. ანტიკური ხანის ლეგენდარული ბერძნული პიესა ევრიპიდემ 25 საუკუნის წინ შექმნა. ავტორმა ბერძნებს მითოლოგიური ომის სიუჟეტი შეახსენა და ერთგვარი გამაფრთხილებელი შეტყობინებაც გაუგზავნა. ახალგაზრდა დრამატურგის სპექტაკლის პრემიერა შაშან მაისში შვედური თეატრის ბიენალეზე შედგა. დღეს კი თეატრალური დასი ბოზარის თეატრის სცენაზე სათამაშოდ ემზადება. რასაკვირველია უკიდურესად მნიშვნელოვანია იქ ყოფნა, იმდენად, რამდენადაც მართლა ძალიან პრესტიჟული სივრცეა და თან მით უმეტეს ის, რომ მათი დაინტერესება იყო ამ ხელამ სპექტაკლის მიმართ და მთლიანად მათი ეგიდით ხდება ეს ყველაფერი მათი ინიციატივაა, რომ ტროელი ქალები იქ იყოს და მათი, ასე ვთქვათ, ფინანსური მხარდაჭერით კეთდება ეს ყველაფერი მთლიანად, ესეც რასაკვირველია, საკმაოდ დიდი სტიმულია. პიესიდან სათაური და ძირითადი საფუძველი აიღო. ევრიპიდეს ტექსტი ომებზე ქართველი ქალების ტრაგიკული მოგონებებით ჩაანაცვლა და ინტერვიუებისგან შემდგარი დრამატული წარმოდგენა დათა თავაძემ ქართულ სცენაზე გააცოცხლა. ჩვენ ყვებით ქალებზე აი ამ შიშის ღრუბელ ქვეშ, აი ამ ქალებზე, რომლებიც აი ამ ომის საშინელების პირისპირ არიან და ამ ომის რეალობაში. ომში დაღუპული მამაკაცების გლოვა სცენაზე 5 ქალი განასახიერებს და ამით მსოფლიოს ყველა ჭირისუფალ ქალს ეხმიანება. არავის ომი არ უხარია და ომი არასდროს კარგს არაფერს არ აკეთებს. გარდა იმისა, რომ ანადგურებს ყველაფერს. იმედი გვაქვს, რომ მათ ესეთ მონდომებას, რომ ჩვენი ჩავდივართ, იმედს არ გაუძროვებ. უცნობი ქართველი ქალების ნაამბობ რეალურ ისტორიებს ბოზარის თეატრში და ამსწრე საზოგადოება 22 თებერვალს მოისმენს. დასი საქართველოში 23 თებერვალს დაბრუნდება. თავარი ამბები ამით დასრულდა, მე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.